ახლა გელაც ქარა მოდივარ და ჩავგესვა. ხოლმეც მეღიცა ნახავ თუ არ დავიდე. მე არ გისლი. გიგოს ორ დიდსა და რამდენიმე პატარა ოთახში ელექტროგაყვანილობაზე 80 მუს სადენი დასჭირდა. თითო დიდ ოთახზე მას 18 მუს სადენი დასჭირდა. ხოლო თითო პატარა ოთახზე 10 მუ. რამდენ პატარა ოთახში გაუყვანია გიგოს განათება. ამოცანა გვეკითხება. ჯერ უნდა გავიგოთ. რამდენი მუს სადენი დაუხარჯებს გიგოს პატარა ოთახებში. მამი რა არის სადენი? სადენი? რა სადენი ბიჭო? მართლა არ იცი რა არის სადენი? სადენი იცი რა არის? სადენი. Фу, დალახროს შემაგამჩემა. Провод. То есть, აი რაშიაც დენი გადის. ვინ გასწავლა ეგ სიტყვა? ცუდია? ამოცანაში წერია. მოისაჯერ დავიკითხო, გიგოს ორ დიდსა და რამდენიმე პატარა ოთახში ელექტროგაყვანილობაზე 80 მუს სადენი. კარგი, ახლა გეყოფა. ამ პატარა ამბებით მე უნდა გამაცდინო? ვერ ხედავ? კარგია? როცა ხელს გიშლიან. ჯერ უნდა გავიგოთ, მამი, რამდენი მუს სადენი დაუხარჯებს. დედასთან მიდი. დედასთან რა? ამი შეიძლება გაკვეთილებს რომ ვისწავლე, მუსიკასაც უნდა უკრავ, ქუჩაში გავიდე. ქუჩაში რა გინდა ბიჭო? მინდა ვითამაშო. აქ ითამაშე, ამოდელა სახში ვერეტები? მარტო. რატომ მარტო? მაკა და ეკა მოიყვანე. პირდაპირ სახში არა ცხოვრობენ? არ მოდიან. არ მოდიან? როგორ თუ არ მოდიან? არ მოდიან და მაშინ ძაღლების ფეხბურთზე წამიყვანე, მამი. საცა გიყვანო? ძაღლების ფეხბურთი. სად არის ბიჭო ძაღლების ფეხბურთი? ცირკში. ძალიან რამე კი იქნება ძაღლების ფეხბურთი. იცი რა კარგი ყოფილა, ბავშვებმა ყველამ ნახეს, მაკამაც, ეკამაც, მაგდამაც. კარგი, წადი ახლა მოვიფიქრებ. იქნება როგორმე გამოვძებნო დრო. მამი. მართლა, მამი, ნეტავ ძაღლების ფეხბურთზე წამიყვანოთ.
თედიკო. არ გძინა შვილო? ხო არაფერი გტკივა? არა, თედიკო. აი, სალამაზია. იმოგიტანა? მოგწონს? როგორ გიხდება? რა კი შენ მოგწონს? ალბათ მართლა მიხდება. შენ კარგი გემოვნება გაქვს. იმოგიტანა? ხომ არ გადაირიე ბიჭო, ვის რომ მოეტანა? ჩემი ლამაზი. ნელა, ძები არ დამშავს, გეყოფა. ვინ არია? სტუმრები. დღეს ხომ ჩემი დღეობა. დაგავიწყდა ბიჭო. რამდენის გახდი? 6 საიდუმლოება. ხოში მითხარი. 35-ის. აი. რატომ არ მომიღაც? ახლა შეიძლება? აბა. რისამ დაგვითხოვეს? ხვა სკოლაში აღარ მივდივართ. მართლა? ხვალ არ დადეგების პირველი დღეა. მამიკოს ციხში მიყავხარ. ციხში? ხო. ძაღლების ფეხბურთზე? ვინ თქვა? მამა, მართლა მართან მითხარ. როცა მე ვამბობ, ესე იგი მართალ გეუბნებ. შენ სამოდი დედი, გეხვეწები. იცი, რა თამაში იქნება? ბავშვებმა ყველა ვნახეს. იქ ერთი მეკარხופია. ხო, პიონერთა სასახლეში მომღერალთა გუნდის გასინჯვა იქნება. შენ სიმღერე? მე არა, მაგრამ ხომ უნდა დავესწრო.
მე შენ რომ მოვალ? მაშინ წამოხვალ დედი. მე და მამიკო ძალიან გაგვიხარდება. გეხვეწები. თუ ჩემი დედიკო, ჩემი ლამაზი დედიკო. კარგი ბიჭო, გეყოფა. ჩემი დედიკო, ჩემი გასახოვარი დედიკო, ჩემი ლამაზი დედიკო. ხო, გავიგე. ახლა დაიძინე. რა ჩაუწვა დედი? ეგ ხვალ გადავწყვიტე. რომელი საათია? 3 ეს არის დაიწყო. რამდენი საათი უკვლია გათინებას? დაითვალე? 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. დილითვე გამომახუთ. ნუ გეშინია მე გაგახვიძებ. მაგრამ ახლა თუ არ დაიძინებ, დილით ვერ ადგები. მამიკო ადგება და ისევ გაბრუნდება სამსახურში. აბა? იძინებ! სად არის? თავის ოთახშია, სკამზეთმეს და ქუჩაში იყურება. რა შემოიყურეს? მამამისი არც მოსულ არც დაურეკია? არა ქალბატონო. საწალები. ვინი გამიხვიდა ამ თაღლების ტრაპორტი? წაიყვან ერთი და მოესვენებინე მე. ხომერთო ჩემო. როგორი დაღლილი ვარ. ლოგინი გამიშალე, უნდა დავწე. კიდევ დამირეკა ვინმე? დარეკეს კულტურის სამინისტროდან. თქვენთვის ახვალიოდ ბილეთებია გადანახული. კონცერტზე? მგონი ქალბატონო. რამდენი? ეს არ ვთქვათ. უნდა გეკითხა. სხვა ბალნეოლოგიური კურორტიდან. თქვენ რაღაც გქონიათ ნათხოვ. რაო? სად ვართ? ეგ ისედაც ვიცოდი. იდე? პარიგმახარმა როდისკენ დაიბადა? საღამოს 6-ისთვის. კარგი. შენ რა? ძარბები გაიწვრილე? ბატონო. წუხელ მამაკაცები გადარიე. სულ მეკითხებოდნენ ვინ არის და სადაურია. ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ეგენი მუდამ გადარეული არის თქვენ როგორც გაბადაანა. მამიკო მოვიდა! გამარჯობათ. გამარჯობა. წერილი არ არის? ახლა წერენ ლამაზო. თუ კიდე მე მოგწერ. ვა! რომელი საათია? ცნობა არ იცი? დასო, პირველ განყოფილებაზე რომ დაგვაგვიანდეს. მეორეზე შედით. ვაი თუ მეორეზე დაგვაგვიანდეს. ახლა ეგ მაჯავრე. ადე, სხვა ადგილი ვერ მონახე? დასო, შენ ჯარისკაცი აქ რატომ არ მოდის? ვინ ჯარისკაცი? შენ გონი არ ვიცი, კუთხეში რომ გიცის ხოლმე. შენ მიგითხრა. თორე ნახე, თვალები არა მაქვს თუ? თვალები იმიტომ გაქვს რომ უფროსებს უთვალთვალო, ხო? გუშინაც ხომ გიციდა? ჩვენ შორის არაფერი არ არის. დამიჯერებ? ისე დავდე. მე ხოცება ცოლად გამომხდები. სულად. უყვარ ხარ, მე შევამჩნი. როგორ? გუშინ ყვავილები მოგიტანა. მერე რა, საყვავილე მაღაზიაში ყვავილების მეტი რა არის. მიდი და თუ გინდა სხვანაირ ყვავილს მოგყიდია. მამიკო! საკულიადი მოვიდა! დედიკო! საკულიადი მოვიდა! როგორ არ აღწენია? ეხლა ვიტადი? თქვენ ახლა? ქალბატონო ეკატერინე, მოგძანდით გენაცვალე.
ალო? 7:20-ზე ჩამოდიან. დიახ. კარგი. მამიკოს სტუმრებს აეროდრომზეა. რა სიზა? დღეს ცირკში ვეღარ წახვამთ. არც ახარ მეტის ღირსი. თვალის მოტყუებაც ვერ მოვასწარი. აი ასეთი ქმარშვილი მყავს. ალო? და? გამარჯობა გელა. გაგიმართ. მაშ 8 დღე ვისვენეთ, არა, 7 დღე. რატომ 7? სწავლა ხომ გუშინაც არ ყოფილა, მარტო ნიშნები გამოგიცხადეს. ხო, მაშინ 8. ძაღლების ფეხბურთზე აღარ წახვედი? მამიკო არ მოვიდა. რა ვქნათ ახლა? თუ გინდა ვითამაშოთ. გინდა ფოკუსს გაჩვენოთ. გინდა, მე მემასწავლი? თუ გამოიცნობ? რომ ვერ გამოვიცნო? გასწავლი რაც იქნება იქნება. აი რაკედან ერთხელ. და დაიმახსოვრ. აი. აი ეგ და. ხომ გახსოვს რომელიც იყო? თქვა? თუ თქვი რაღა ფოკუსი გამოვა. მე თვითონ გამოვიცნობ. როგორ? ნახავ. შენი ამორჩეული აქ არის, ხომ? მორჩა, ვეღარ გამოვიცნო. ნახოთ. აბა, აიღე. ახლა აურიოთ. არ გამოგივა. როგორ არ გამომივა? ეს შენი ამორჩეულის ნათესავია. ეს 13. და დააბრუნე? ვაიმე, როგორ გამოვიცანი? ხო მაგარია, გინდა სხვა ფოკუსი გაჩვენა. მოდი. სახელოში დამალე? როგორ შეიძლება ბრმების სკოლა? აბა პიჯაკი გაიხადე. არ მენდობი? მასალე როგორ აკეთებ? კარგი. აბა კიდევ შინჯოთ. მოდი. აიღე. აიღდად. ეს აქ. ეს რა ამბავია? დესო, ბავშვ ბანკოს თამაშს ასწავლით, არა გცხენია? არა, ქალბატონო, ფოკუსს უჩვენებდი. იცი რა ფოკუსი მაჩვენა? დინა მე გავაკეთო. მოიცადე აურიო? დესო, თქვენ აჯობებს წახვიდე და 2-3 საათი დაისვენოთ. ამაღამ დიდი ჯაფა მოგელით. ყოველწილ საჭირო იქნება. მოდი აქ. გინდა წავიდეთ. სადა? ცირკში ძაღლების ფეხბურთზე. ვაილა! დედიკო! დედას უთხარი სიაფესაც დავიყვანს. დედიკო! გამოსვენა ძაღლების ფეხბურთზე, გახვეწები და დიაბეტის ძაღლების ფეხბურთზე წაგიყვანო. ძაღლების ფეხბურთზე? გახვეწები რა დედიკო, თუ ჩემი დედიკო ხარ, ჩემი ლამაზი დედიკო. გახვეწები. წადი.
თამაში იყო, მე ყველაზე უფრო პენალტი მომეწონა. ფაირა ბურთი იყო არა? ფეკარეს კი უნდა ერო ეგ ბურთი. განზრახ გაუშვა. იმითომაც უკვირა კაპიტანმა ფეხზე. როდის უგვინა? ვერტაინა ხერა ამბავი იყო. მესამე ნომერს კი დაყავ გუნდი წააწყვეტეს. მართლა ბესობიძე არ შეიძლება საიჭრო მძაღლი იყოს? არ დაუჯერებენ, შენ ძაღლების ამბავი არ იცი. საწავდეთ. ცოტა დრო დაგვრჩა, ჩემი ძმის სახლში წავიდეთ. იქ რა გავაკეთოთ? როგორ თუ რა გავაკეთოთ? ვისადილოთ. მართალია ესეთი სადილი არ იქნება, მაგრამ არ მოგშედა? ცოტა. მოგშედა. ხომ შეჭა? სუჭა. არ მომატყო. აბაჰე. მიშვილებს გაგაცნო, ვიცი რა ბიჭებია. აბაფიჩება, ხა. მოგშიდა გელიცე. ეს რა გვიყავს? შენცა? ახლა რა დროს დაგვადეკით თავში. ხაიფარე შეკაცო თუ ამისთან ავტობუსის მოყვანას აკიდებდი, ა? უცბად გადავწყვეტე, პირდაპირ ცირკიდან მოვდივართ. ძაღლების ფეხბურთზე ვიყავით. ძაღლების ფეხბურთზე? ხო. მე ვერ გამომიარეთ კაცი. ჩვენ გუშინ ვიყავით, აი თამაში მესმის. მეური. მე არ ვიცი? მე მხოლოდ ის არ მომწონს. აი საჯირო კაცია. ისი ძაღლი უნდა იყოს, საქმე ეგ არის. აი სიცილი მაშინ დაგეთ. მასო ვთქვი. ო, გელამაც ეგად. ბურთი ვინ გაიტანა? მერვე ნომერი. იმბროს მერვე ნომერს დროს არ გავაკეთე. აბა ჭამეთ, გენეცოდე ჭამეთ. გაცინმე გააგდეს? მეცხრე ნომერი. ჩვენ რო ვიყავით მესამე ნომერი გააგდეს. როგორ ძაღლების ფეხბურთი ალა. მიდი რა, მიდი. მიდი აბა შენ, მიდი გავუტანე. ვინიგებს? ვერ გავუტანე. მიდი აბა შენ. ეკინავაში. აბა წავიდეთ გელა. გაუჩი ბიჭი მედის განედის არა. აბა კარგად იყავი. კარგად. მოგეწონა ჩვენთან? ძალიან, ნისკაცი შეიძლება იყო? ხო. შენ რა გოგს ახრი? რასამა ბიჭო, ჩემი ძმის სახლი ჩემი არ არის, ვინ გავყო? შესაძინავს? სადაც ვიჯექით? ქრონოლოგინი არ იდგა? საღამოს დავდგამ, ვითომ რა მეჩქარება, მაგიდაც მივწევდა. ჩვენ კი რამოდენა ოთახები გვაქვს. მოდი ერთ შემისხოთ. რა თქვინა მაგდენი ოთახები? დასია დილი და წაღამონდი უნდება დალაგებას. საქართაკამდე. ამ წუთში წამოვა. შენახავდა დაგიძახა. კი ბატონო. დედიკო!
თითქოს საქმე ხარ შენ და მამიკო? სტუმრებს მიყვები ჩვილო. აბა შენ იცი როგორ ჭუით იქნები. მადლობა ღმერთს. შენც მიდიხარ არა? მე არა. აეროდრომამდე მივიყვან და უკან დავბრუნდები. მე ჩვენ გავისერნოთ. ხო. საათზე აეროდრომზე უნდა ყოფილიყო. ეხლა რომელია? როგორ მომივიდა? მოვბრძანდნენ. კელა შემოვიდეს. დიახ, ძალიან კარგად იმგზავრეს, კმაყოფილები არიან. როგორ გეკადრებათ, გმადლობთ. სადა ხარ ბიჭო ამდენი ხანი? სად დაიკარგე? რამდენი გვალოდინე, შენი იმედი უნდა გქონდეს კაც, ჰა? რომელი საათია ახლა? ძად. აქ რას ეკეთებ ბიჭო? დედა გელოდება. გამარჯობა დედა. დაბრძანდით? მადლობ შვილო, აგერ მივდივართ ახლა მესამე სახლში. როგორ ხარ? მადლობთ. მაკატენი. დავეცე. 3  შვილო, მანქანას როგორ უნდა გავეცი? ნახვამდის. 4 მადლობ შვილო, 3 წუთი. 4 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 წუთი.
აკადემიკა ტყუპებია, იცი? ერთნაირ ყავები აწვიათ, მასაც ერთნაირად უკეთებს. შენ რომელი უფრო მოგწონს, ა? მე? ორივე ერთნაირია. ვერ ასვევს. მართლა, არა გჯერა? მაკას ეკაზე ზაღიან, ეკას კიდო მაკა. მართლა ძალიან გვანან ერთმანეთს. ერთხელ, პატარაობის. დიდი ხნის წინათ. ხო, დიდი ხნის წინათ. მაკა და ეკა პატარები რომ იყვნენ, ბებიამ უთხრა თურმე ეკას. იცი რა უთხრა? მე საიდან მეწოდინება? შენო ეკაო. დიდი რომ გაიზრდები, ეკატერინეს დაგიძახებენო. ვისაც ბავშვობაში ეკაქვია, დიდობაში ეკატერინე გახდებაო. მაკამ თურმე იკითხა. აბა მე მაკატერინე ვიქნებიო. ბესო იქნება დედი უპასუხე. აი ასე ჩაითბუნე შვილო. იქნებ ოფლი მოგივიდეს. მომკალი მე შენ შვილო. ჩქარა წავა. ხომ გითხარი რომ ბესოს არ სწავლია. მანქანას არ ემართებს. ვიღაც ხვა იყო. ჩვენ დავურეკო დედი. სად? ბესოს ტელეფონი არ აქვს. ეგეც არ იყოს. არის იქ ტელეფონი. მე ვიცი. აქამდე ვეღარ შეაკეთა? მაშინ რა უცბად შევაკეთეთ. როდის? აი, სიჩქარეების კოლოფი რომ ჩაეშალა. მე გავაპრიალე. ისე პრიალებდა რომ. აბა ახლა ეს დალია. ბესო ბიძიას ხათრით. აი აგრე. ოჩახ. ახლა კი დაიცინე. ხო? თუ ბესობიძია მოვიდეს, გამაღვიძე. კარგი. თბილისელმა პიონერებმა მოსკოველ მეგობარ პიონერებს საჩუქრად ხილი გაუგზავნეს. გიგომ ვანიას 24 კგ ვაშლი გაუგზავნე. ხოლო თინამ ტანიას 8 კგ მეტი, ვიდრე გოგიმ ვანიას. ბესობიძია მოვიდე! ტასიკო! ბესობიძია მოვიდე! ბესობიძია, ეხლა გაგიღებ. შეიძლება მობრძანე. გამარჯობათ. გამარჯობა. თქვენ თუ არ შეწუხდებით. ტასიკოს დიახ. ახლავე. შემობრძანე. არა უშავს, აქ დავდები. კარგად ზანდავდეთ ქალბატონო. კარგად იყავით. მე თქვენი დიდი მადლობია. ყოველთვის მეხსოვნებ. ნახვამდის გელა. დედი, იცი? მაკა და ეკა სულ ფეხი დადიან სკოლაში. შენც ხომ დადიხარ. ქუჩაში აქეთ კიცქერას ნუ დაიწყებ შვილო. რეულები ჩაალაგე, მოითა გავსინჯოთ. თუ ბესობიძიამ დარეკოს, უთხარი რომ ვეტყვი რომ სკოლაში ხარ. მაშინა თუ წამოვიდეს, თუ მანქანა გაფუჭებულია, ფეხი წამოვიდეს. კარგი. აი ესეც საუზმის ფული არ დააბნიო. დედი, ისიც უხეირად ამესიზმა, თვითონ პარაშუტმა მომტას, მიმაფრენს. ეგრე სისულელები დაგსიზმებია. მიმაფრენს თვითონ დაუცებ. ხო, კარგი. სადაც აზარი დაერეგება. აბა. გაიქეცი. მამიკო კიდევ არ მიდის სამსახურში. არა, შვილო, არა. რატომ? დაგაგვიანდა. წათი. დახვამდის, დედიკო!